მეცხრე ახლის გადამღების ჯგუფი იმყოფებოდა იერუსალიმში. თეკა წერეთლის რეპორტაჟი ნახეთ წმინდა მიწიდან. სასწაული წელსაც მოხდა და ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ზეციდან კვლავ გადმოვიდა. ეს არის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც გარდამოსვლიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში ადამიანს ხელს არ წვავს. დაგველოდეთ ჩვენი ხლებით პირველები, რომლებიც წმინდა ცეცხლს საქართველოში წელს ჩამოვიდა. მაცხოვრის საფლავზე ცეცხლი თბილისის დროით 3 საათსა და 12 წუთზე გადმოვიდა. აღდგომის ტაძარში წმინდა კუვუკლექში იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი თეოფილე მესამე შევიდა. ტრადიციულად ცეცხლის გადმოსვლამდე კუვუკლექში შესვლის წინ იერუსალიმის პატრიარქი საგანგებოდ გაჩხრიკეს. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები ტრადიციულად წითელ პარასკევს შეიკრიბნენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში კონებად შეკრული სანთლებით ლოცულობდნენ. თითო კონაში 33 სანთელია, რაც სიმბოლურად ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებს უკავშირდება. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად ტაძრის კარიბჭე წელსაც მუსლიმანმა გააღო. მაცხოვრის საფლავის ცვილის ბეჭდით დალუქვის შემდეგ კი ტაძარში ხმაურითა და დავდაფებით მართლმადიდებელი არაბები შეიჭრნენ. მას შემდეგ, რაც არაბებმა ტაძარი მოილოცეს, სამხრეთის კარიბჭიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი შებრძანდა. მას სომეხი, კოპიტი და სირიელი სასულიერო პირები მიხვდნენ. პროცესიამ, რომელსაც წინ სტიხაროსნები, მებაირაღეები, მგალობლები და სხვა სასულიერო პირები მიჰყვებიან, აღდგომის ტაძარს და კუვუკლექს შემოუარა და მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან შეჩერდა. იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ქართველი პილიგრიმები ყოველ წელს ჩადიან. 2003 წელს იერუსალიმში საქართველოდან 100 მომლოცველი ჩავიდა. წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს ღამით სწორედ ისინი ჩამოიტანენ. ცეცხლს თავდაპირველად სამების ტაძარში მიიტანენ, რის შემდეგაც ის საქართველოს სხვა ეკლესიებშიც გავრცელდება.